მოგესალმებით, ნიცა უთიაშვილი, ბიას გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი. Როგორც შეგპირდით, ჩვენი დღევანდელი ვიდეო სემინარი დაეთმობა გაფართოებული ძიების მეორე ნაწილს. გადავიდეთ მეორე სექციის განხილვაზე, მენეჯმენტზე, სადაც არის სამ ნაწილად განთავსებული შემდეგი სახის ინფორმაცია: ადამიანური რესურსები, დამფუძნებლები, მეწილე, შუობრივი და მშვილდ კომპანიები. პირველ საძიებო ველზე მენეჯერული გორის არჩევის შემთხვევაში ახდენ ძიებას მენეჯერების ზედა, შუა და ქვედა რგოლის მიხედვით. ზედა რგოლში იგულისხმება დირექტორები, დირექტორების მოადგილეები, საბჭოს წევრები. შუა რგოლში დეპარტამენტების უფროსები და მენეჯერები. დეპარტამენტის არჩევისას მოიძიებთ მენეჯერებს სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით. თანამდებობის ველში ზუსტი დასახელებით ეძებთ კონკრეტული თანამდებობის პირებს. შევსებულ ინფორმაციას ამატებთ შემდეგ უკვე. ამავე სექციაში კომპანიებში დასაქმებული პირების სქესისა და ასაკის მიხედვით ძიების შესაძლებლობაც გაქვთ. ხოლო საშუალო ასაკის ძიებისას აუცილებელია მონიშნოს ასაკობრივი დიაპაზონი პირობითად 20-დან ზევით. სქესის მიხედვით ძიება გულისხმობს კომპანიაში დასაქმებული პირების გენდერულ გადანაწილებას, ასევე საყურადღებოა ის, რომ აღნიშნული საძიებო ველით სარგებლობისას იყენებთ პროცენტულ დიაპაზონს. კომპანიის თანამშრომლის ძიებისას ჩაწერთ კონკრეტულ პირის სახელს და გვარს და ნახავთ ამ ორგანიზაციაში არსებულ პირს. გადავიდეთ შემდეგ საძიებო ველზე, ეს ეხება უკვე დამფუძნებლები და მეწვეების შესახებ ინფორმაციას. ამ კონკრეტულ ველში, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირის ძიების შესაძლებლობა გაქვთ, მოიძიებს სახელით, გვარით ან დასახელებით, ასევე პირადობის ნომრით ან საიდენტიფიკაციო კოდით, ეს უკვე იურიდიული პირის შემთხვევაში და პროცენტულ გადანაწილებას შეგიძლიათ მიუთითოთ. ქვეყნის საძიებო ველში კი შეგიძლიათ მიუთითოთ ქვეყნის დასახელება და შესაბამისად გამოგიტანთ კომპანიას, სადაც ფიქსირდება კონკრეტული უცხოური კომპანიის წილი. ყოველი ფილტრის ბოლოს მონიშნეთ ინფორმაციის გამოტანის ველი, რათა პროფილის დათვალიერების გარეშე შეძლოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის წაკითხვა. გადავინაცვლოთ მშობელ და შუობრივ კომპანიის ველზე. თუ გაინტერესებთ ამა თუ იმ კომპანიას ყავს თუ არა დაკავშირებული მშობელი ან შუობილი კომპანია, შეგიძლიათ მონიშნოთ სვეტში ჩაწეროთ ორგანიზაციის დასახელება და ნახავთ დაკავშირებულ ორგანიზაციებს. ანალოგიური არის მშობელი კომპანიის ველის შემთხვევაშიც. ამ ველის შემდეგ დასრულდა მეორე ნაწილი, შემდეგ განვაგრძობთ მესამე ნაწილის გაფილტვას. მადლობა ყურადღებისთვის.